ფული ითვლება პრობლემად ძალიან ბევრი ადამიანისთვის, მაგრამ ეგ პრობლემა საერთოდ არაა. ერთადერთი რამ რაც უნდა გააკეთო იმისთვის რომ დაიწყო ფულის ბეჭდვა, პირდაპირ მნიშვნელობით ფულის ბეჭდვა, შენი ბიზნესის მეშვეობით, უნდა დაიწყო გარისკვა. თუ დღემდე საშუალოზე მეც არ გამოიმუშავებ, ეს მხოლოდ იმის ბრალია რომ გეშინია გარისკვის. ამ ვიდეოს ყურების შემდეგ ჩამოყალიბდი, გააგრძელებ მშიშარა როლის თამაშს, თუ აიღებ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და დაიწყებ გარისკვას. მაგალითად, მე წლები ვიყავი ჩარჩენილი $5,000 შემოსავალზე. ბევრი იტყვის $5,000? მეღადავები, ეს ხომ ძალიან ბევრია. მაგრამ დამიჯერე როცა მიაღწევ ამ ნიშნულს, მე იტყვი რომ საერთოდ არაფერი არაა. ცხოვრებაში ყველაზე დიდ კაიფს გრძნობ მაშინ, როდესაც დღევანდელ დღეზე უფრო მაგარი ხარ ხვალ და დღეს ხარ გუშინდელზე უკეთესი. ხო და ფილოსოფიას რო შევეშვათ. ვიცოდი იმისთვის რომ $5,000-ზე მეტი გამეკეთებინა, მაგალითად 10, 15 და $20,000 მჭირდებოდა გუნდი, მარტო ამას ვერ შევძლებდი. გავრისკე და ჩემი მოვალეობა დავადელეგირე. ავიყვანე 2 გაყიდვების მენეჯერი, რომლებიც ჩემს ნაცვლად ყიდიან. იყო რისკი? უზარმაზარი. იმიტომ რომ გაყიდვის დადელეგირება არის ყველაზე სარისკო რამ ბიზნესში. შენ შეგიძლია დაადელეგირო ვიდეოს მონტაჟი, ტექსტის დაწერა, ატვირთვები, ბუღალტერი აიყვანო, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ყველაზე მნიშვნელოვანს გაყიდვებს, აქ ბიზნესების 99% უკან იხევს. იმიტომ რომ დარწმუნებულია იმაში, რომ მასზე უკეთ ვერავინ გაყიდის. ეს არის ძალიან დიდი შეცდომა. დამიჯერე არსებობენ ტიპები, რომლებიც შენზე უკეთ გაყიდიან შენს პროდუქტს. უბრალოდ ჯერ არ გიპოვია. შედეგად 4-ჯერ მეტი შემოსავალი მივიღე, ვიდრე მაშინ, როცა ვაკეთებდი ჩემით. დაიწყე გარისკვა, იმიტომ რომ ამას შენს ნაცვლად არავინ იზამს. გამოიწერე ჩემი არხი, აქ მეტი მწარე სიმართლეა.